ქართული ოცნების ელჩი ამერიკაში ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს. თამარ ტალიაშვილს არაფერი უთქვამს მის დაბარებაზე სახელმწიფო დეპარტამენტში. როგორც რადიო თავისუფლება წერს, ტალიაშვილთან ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს იმ ანტიამერიკულ რიტორიკაზე, რომელსაც რეჟიმის მხრიდან ვისმენთ. არაფერს ამბობს ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროც. თემაზე ჩემი კოლეგა თამარ დემეტრაშვილი მუშაობს, ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება. თამარ, გისმენთ. ოცნების ელჩი თამარ ტალიაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს შეერთებული შტატების ხელისუფლებამდე რაიმე ფორმით მივიდეს, სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს, თუმცა ეს სულაც არ იყო ის დაბარება, რაც მას და ქართულ ოცნებას სურდა. ტალიაშვილს პასუხი მოსთხოვეს სუსის უფროსის განცხადებების გამო, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ტაილანდის საფინანსო არხებით საქართველოში რევოლუციას აფინანსებს. ინფორმაცია ელჩის დაბარების შესახებ რადიო თავისუფლებამ გაავრცელა საქართველოში შტატების საელჩოს პრეს სპიკერზე დაყრდნობით. ირკვევა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში უკმაყოფილებას ვერ მალავენ მამუკა დინარაძის განცხადებების გამო და მას უპასუხისმგებლოს უწოდებენ. ამასთან საელჩომ განმარტა, რომ ბანგკოკში მდებარეობს გლობალური ფინანსური ცენტრი, რომელთაც შტატები ახორციელებს გამჭვირვალე ფინანსურ ტრანზაქციებს თანამშრომლობისა და კონტრაქტორებისთვის. ეს პირველი შემთხვევაა ორი ქვეყნის თანამშრომლობის ისტორიაში, როცა შეერთებულ შტატები ქართველი დიპლომატის დაბარებას მსგავსი შინაარსის განცხადებების გამო ახდენს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ყოფილი დიპლომატები და პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ეს შტატების მკაცრი გზავნილი ოცნების მიმართ, რომ შეწყვიტონ ტყუილებზე დაფუძნებული ანტიდასავლური კამპანია. ისინი ელოდებიან, რომ ტალიაშვილთან გასაუბრება სავარაუდოდ უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც მოხვება. ამერიკის შეერთებულ შტატებმა გადაწყვეტს უკვე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, უფრო ადრე იქნებოდა უკეთესი, მაგრამ შევს გვიან ვიდრე არასდროს, თუ ამ ხედვას ისინი გააგრძელებენ და უფრო კონკრეტულად დააკვირდებიან კიდევ რა განცხადებები კეთდება საქართველოში მათ მიერ ბოლო პერიოდში, ვფიქრობ, რომ ეს უკეთესი იქნება, უკეთესად აისახება ჩვენი ქვეყნის სამხედრო ურთიერთობებზე. სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ გამოეძახებინათ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლები რომელიმე ქვეყანაში და ის ემხილათ იმაში, რომ მისი ხელმძღვანელობა ავრცელებს პირდაპირ დეზინფორმაციას და ასე ვთქვათ პროპაგანდას, რომელიც არის ანტიამერიკული. სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალიან სალსახად განმარტა, თუ რატომ დაიბარეს ქალბატონი ტალიაშვილი, ეს ეხება ქართული ოცნების, მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებულ უპასუხისმგებლო ანტიდასავლურ განცხადებებს, რომელიც სრულიად მიუღებელი არის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის და უფრო მეტიც საქართველოს შიგნით ქმნის დაშინების ატმოსფეროს. ეს არის პირდაპირი დიპლომატიური გზავნილი ქართული ოცნებისთვის, რომ თუ მათ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ნორმალიზება, აუცილებელია ამ ანტიდასავლური კამპანიის შეწყვეტა. სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნება აგრძელებს ანტიდემოკრატიული კანონების მიღებას და ანტიდასავლური კამპანიის გაძლიერებას, რაც პირდაპირ გვაჩვენებს, რომ მათი დაპირებები შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დასტაბილურების თვალსაზრისით არის უბრალოდ ტყუილი. ის რაც საელჩოს დონეზე ამერიკულმა მხარემ დაადასტურა, უარყოფს ოცნების პრემიერ-მინისტრი. ყობახიძე ადასტურებს, რომ ტალიაშვილი მართლაც იყო სახელმწიფო დეპარტამენტში, თუმცა ეს მისი მტკიცებით არ ყოფილა კონკრეტულად დაბარების ფორმატი. რაზე ესაუბრდნენ ტალიაშვილს ამ შეხვედრაზე ყობახიძე საიდუმლოდ ტოვებს. ეს არის ტყუილი. საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არ დაუბარებიათ. მე მქონდა საუბარი ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ ქალბატონ თამარ ტალიაშვილთან, მას ჰქონდა არაერთი შეხვედრა ამ დღეების განმავლობაში, ის არ დაუბარებიათ არც ერთხელ. თქვენ იცით, დაბარება არის სპეციალური დიპლომატიური პროცედურა, დიპლომატიური ზომა, ის არ დაუბარებიათ არც ერთხელ. მრავალი შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის ერთ-ერთი შეხვედრა იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან. რაც შეეხება თვითონ კომუნიკაციას, ეს არის დახურული ინფორმაცია და ამაზე საუბარი ჩვენ არ შეგვიძლია არასწორია, იმიტომ რომ დახურული საუბარი უნდა დარჩეს დახურულ საუბრად. მაყურებელს შევახსენებთ, რომ სუსის უფროსმა მამუკამ დინარაძემ შეერთებული შტატები ანტიჩინური მიზნებისთვის საქართველოში კონკრეტული ძალების დაფინანსებაში დაადანაშაულა, რომელიც მისივე განცხადებით სინამდვილეში ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ რადიკალურ და რევოლუციურ მიზნებს ხმარდება. კონკრეტულად კი დინარაძე ამტკიცებდა, რომ ფული ტაილანდიდან, ბანგკოკიდან ირიცხებოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დინარაძის მიერ ატეხილ სკანდალზე ჯერ არაფერი უთქვამს.